გამარჯობა, მოგესალმებით YouTube-ზე კაცებია, როგორ ახართ? სანამ სისულელეებს სიტყვით, გეტყვით რომ 368 გამოშვება, მოიწონეთ, გამოიწერეთ ეს აქვე გეტყვით რომ გამოიწერეთ ჯავხარას პოდკასტი, ფოტოსინთეზი, კლიპსი, დანარჩენი თუ რაღაც მოგეწონებათ კიდევ ვინმეს YouTube channel ისიც გამოიწერეთ, იმიტომ რომ გამოწერა კარგია. დიუსელდორფში გქონდა ლაივი, როცა ეთერში გადის, მაგრამ როცა ვიწერთ, მივდივართ დღეს. დღეს მივდივართ დიუსელდორფში, დათო დაგვიქირავა ბინა სხვა ქალაქში. ვილაპარაკოთ. ამ თემაზე მოდი ვილაპარაკოთ. შეიძლება უკვე სისულელეების ლაპარაკი. სხვა ქალაქში არა. ეს ვახომ. სხვა იქვე ახლოს მდებარე ქალაქი. ეს ვახომ. ეს ვახომ. ნახა როგორ უნდა წავიდეს ტრანსპორტით. და ჩვეულებრივ ბილეთს კი ვერ იღებ ავტობუსზე. საქალაქთა შორისო. ეხლა ნახე, მე ხო სხვა სასტუმროში ვარ. შენ სხვა ქალაქში ხარ კიდე. ჩემიდანაც ინსტრუქციები რომ მივიღე, ჩემი სასტუმროდან დიუსელდორფის რკინიგზის სადგურამდე 15 წუთი მინდა. მე იქიდან ქალაქში სადაც გინდა იქ წახვალო. ანუ მეც როგორც მივხვდი სხვა ქალაქში ვარ. ანუ ის რა ქვია. ხო და კარგი ორგანიზატორი გამოდექი. არა და მარტო ეგ დაივალა ამან ამ წასვლას. არა კაცო დიუსელდორფი თლიანად ამან მე დავივარდე და თუ რამე შევცდი. ო ეგ დაივალა ვინის შოუ. არა კაცო ლაივის ამან დაგეგმა და დარბაზის და ნუ კარგავ ეხლა. და დარბაზი ჯერ მივიდეთ სატა. ჯერ რაც ვიცი ვინა იქ. თქვენთვის კიდე ერთი სიახლე მაქვს. სიახლე თუ სიურპრიზი. უკვე არ მომწონს. თქვენ სასტუმროში პირსაყოწები არ არის. ეგ არა. ამიტომ წაიღეთ. ის ხო არის ქაღალდის ისა. პოლიტიკა სამომავლო. მაგითი გაიმჩრა. იქიდან რომ გამოდის, არის ხალხი მუმიასავი და ნერვა შემოიცლის. შემოადნება. შემოარდება. ველივით გამოიწვლის კანტი. ბოლოს გამოზრება დედიშობილა გიქა. სახურავი გვაქვს. სახურავი გვაქვს, რა ჩვენ გვიქირავე კი. თუ ბოლოს ართულზე არ მოხვდით. დანარჩენი არა უშავს პირ სახოცი და პრობლემა. არა ხო, პირსახოთ წავიდეთ კაცო. თქვენ რა ქალაქში ხართ? შენ არა ხარ არა ხარ. რა მაინტერესებს ცი? ჩემი ქალაქიდან თქვენი ქალაქის გავლით მივალდეს ავტობუსში თუ თქვენ უნდა გამოიაროთ ჩემთან. ჩვენ უნდა გამოვიარდეთ, იმიტომ რომ შენ რო დაგიწერა 15 წუთი, ჩვენ 40 წუთი დავიწერეთ. ის რამდენს გიწერთ? უბერი რამდენს გიწერთ? არ გვინახია, იმიტომ რომ ვიცით რომ ვერ ვიზავთ მაგას. 40 ევროს? თქვენ კაი ადგილას ყოფილთ. შენ რამდენს გიწერთ? 17 ევროს მიწერთ. ჩვენ ახლა ის უნდა გავურკვევთ. მაგრამ შიდა ფრენები თუ არის? შიდა ფრენები ხო უფრო ძვირი დაგიждდება შიდა ფრენები. მაგრამ უფრო მალე მივალთ და კი. ჩემიდან მატარებელი ღირს დუსელდორფამდე 7 ევრო ნახევარი. ჩვენგან და მერე ნახე უბერი. მართლა? თქვენგან 2 ევრო ღირს? არ ვიცი ის გვაწყნარებს თორე საშინელება გჭირს. მე ვიღაცას დავყვეთ. ის რაღაცები ხო გითხარი, არ ინერვიულებენ ძალიან თქო. ესე შევაპარე, აქ ხო არ გამოვახავდნენ გადაცემის ჩაწერით. ვინმეს მოგზაურობა რამე ორგანიზება თუ დაგჭირდება, არ არის პრობლემა. ტურისტულის აგენტი დათო. სადმე ყოფილი ხარ ეგეთი? ახლა უთხრა. ბრებიო. თეთრეული და უნიტაზი. უნიტაზი თუ წესაღები და. ჩავხედე და მშენებარეს შავ კარკაში რომ ეგ შენთვის რა იქნება თუ იმიტომ რომ ჩვენ გეწევით სტუმრად. რას კითხულობდი? სადმე ყოფილხარ რომ ეგეთ ადგილასო რო სასტუმრო ქვია და პირსახოცი არ აქვს. თვითონ მე არ ყოფილვარ ეგეთ. მე არც გამიგია ეგეთი. აი მე ცალკე პირსახოცი მინახავ სასტუმროს გარეთ. არ უთხრათ რომ სასტუმრო კი არ არის Airbnb-ზე ვიქირავე. არც Airbnb არ მინახავს, ახლა მე Airbnb-ზე ვრჩები ხოლმე და ეგეთი რამე. ტელევიზორო ოთახი მიხვინა, უფანჯრო მინახავს რაღაც. უფანჯროში ვცხოვრობდი ჩვენ. მე და ეს ვიყავით.
ძირითადად ტუალეტიდან გამოსული ხაერით ვიყურებოდა. ჩვენ მაშინ კარგად ვიმარჯვით. ეს თუ არ ჩავთვალე რომ უბერავდა. ტუალეტში თუ ვენტილატორს ჩართულს დატოვებდი, ჩვენ ვიკუთებოდით. იმიტომ რომ აქეთ შეკონდა ჩვენგან. აი, ვიგონებთ ახლა ის კარგი ბინა იყო. აი, ბინაზე ვილაპარაკე, მაგრამ ხაერი არის. აქ რო ჩავალთ. ხო, ჩვენთან არ იყო. ამათ ჰქონდათ ხაერი და პანჯარაც. უარ გახსოვს ჩვენი ბინა ხედით საითკენ არის. იქ ხო, რას ვუყურებთ? ალბათ მესამე ქალაქს. ანუ ბევრი დუსელდორფი, ქალაქია. მე ჩვენი ქალაქი და აი აქ ვართ და თქვენ ხართ აეროპორტსა და დუსელდორფ შორის. ანუ აი უფრო რომელ თვითმფრინავებს უყურებთ, რომელიც arrival არის თუ departure. სპეციალურად ისეთ ადგილზე ავიღე, რომ თქვენთან თვითმფრინავები უკვე ძალიან მაღლა არიან და არ გაგახვიცებენ. გახვიძებაზე არ ვიძახი. თვითმფრინავი წინიდან ხედავ რომ ბრინდებიან თუ უკნის მოჭდება. არ ვიცი, ახლა მაგას გავარკვევთ რა ჩავალთ. კაი, ახალ ამბებზე გადავიდეთ. 4 ოქტომბერს გაიმართა ადგილობრივი არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობა ერთად გაიმართა ეს ყველაფერი. ჯერჯერობით დასავლეთ ქვეყნებმა არც ერთი არ აღიარეს. არც დამხობა და არც არჩევნები. ყველაზე მაგარი დღე იყო საქართველოს ისტორიაში საერთოდ. რატო? რა მიხეილ ყაველაშვილია პრეზიდენტი ის პაატა ბურჯულაძე ამხობდა. მე მაგარი დღე რა გინდა. გახსენდებათ ეგეთი დღე საქართველოს ისტორიაში. თავდამსხმელს ამხობდა ბანი. ამბევრი ხალხია და დაჭერილი და ხო. მან ჯერ არ ვიცი ცად მივალთ. ცოტა ხალხი მივიდა არჩევნებზე. არც ისე ცოტა. რამდენი პროცენტი? ცოტა მივიდა ბიჭო. უფრო ცოტაც ხო შეიძლება. 30. არა, მასე შეიძლება არ მისულიყო, მაგრამ ანუ როგორი ის იყო, იცი არჩევნები, აი არავინ რო არ დაუბაჯებდა და ვისაც გაახსენდა ის რომ მივიდა, რაღაც ეგეთი არჩევნები. შენ იყავი სადა? არჩევნებს? არა. არც მე. გიორგი შენ არჩევნებზე არა. არავინ არ იყო შენი მოსაწონი? ჩემთან მგონი ერთი კაცი იყრიდა გეიმს და აზრი ქონა მაინც იმასაიჩი ერთი კაციც რომ მისულიყო ის იგებ. თვითონ რომ ისულიყო მარტო მოგებულიყო. შემდეგი ახალი ამბავი არის ფაროსანას ნაწილმა საქართველოსთან აზერბაიჯანში გადაინაცვლა. არ არის კაი აზერბაიჯანის ნიშანი ინფორმაციო საშუალებები იძახიან რომ ფაროსანა ეწვიათ ისინი იქ საქართველოსთან აღმოჩნდნენ. რითი ხვდებიან რომ საქართველოსთან არის ვიზა. აქცენტი აქვს. პარკში აქვს რაღაცა ქართული ნივთები, სუვენირები. ქართული ღვინო რაღაცა. თბილისის მაგნიტი. მასივარზე მისაწევები. აბა შენ როგორ წარმოგიდგენია როგორ ხვდები? როგორ მიხვდები შენი აზრი? აი რა ვიცი როგორ მიხნა. ზურგით იდგნენ საქართველოს და ესე გახედეს და ესე კი საქართველოსთან მოდიან. როგორ მიხვდნენ? არ ვიცი როგორ მიხვდნენ. წინა წლებში ჩვენთან იყო იქ არა და წელს უკვე იქაც არის. ხო და თან იმ რაიონებში რაც ჩვენ გვესაზღვრება. ხო და საიდან აღმოჩნდებოდნენ? აბა რო დაფიქრდე. ხო, შეიძლება ესენი ისევ საქართველოსკენ მომავალი ფაროსნები არიან. რომ გაჩერდნენ და შეისვენეს. ხო, სახმელეთო საზღვარი ხო ჩაკეტილია და იქ გაჩერდნენ. კი. რატო მაინდა-მაინც საქართველოს რატო ეტენ? არ ყოფილან მანამდე და როგორ შეისვენეს. მანამდე იქით იყვნენ და იქიდან წამოვიდნენ და იქით რა და იქით. კასპიისკენ რაღაც მე მხარეს. ირანიდან ხო გადმოდი. ეგ მაგარი იქნება, იცი? ეგ მასშტაბ ცნობილია. სოჭის ოლიმპიადისთვის რო იყიდეს რავი ჯი თუ რაღაცა, იმას შემოყვა. ქართველი ფაროსანა სოჭიდან მოსული. საქართველოსთან ამერიკაში გადავიდა მექსიკიდან. ესენიც რომ ასე მიძრებიან რა ფაროსანები. არა. ეხლა ჩვენ ხო ბევრი ისა გვაქვს ფაროსანის საწინააღმდეგო საბრძოლო აპარატურა მაგითო გადავიდნენ. დავეხმარ. მაგითო შეწუხდნენ დავეხმარ. ფაროსანები და გადავიდნენ. ჩვენი ფლოტი. კი. ბევრი მანქანა მყავს და ნახე ეს პიკაპებზე რო რაღაცა. აი ბევრი რამდენი. აი ათეულობით. ხაია. აი ფაროსანას პიკი რო იყო, მივდიოდი სადღაც დასავლეთში და შემხვდა უზარმაზარი კოლონა. ახალი მანქანების აი და მიდიოდნენ ფაროსანების დასახოცად.
არა ბიჭო და გამარჯვებულები რო ბრუნდებოდნენ ეგ ხო არ გინდა. ეგ მე ავეღარ მოვესწარ. აქედან რომ მიდიოდნენ ძოლის ხიშინა მოგვესმა ძოლის ხიშინა. ჩართული ქონდა ხმა მაღლა. უზბეკეთიდან არის ახალი ამბავი შემდეგი. უზბეკეთში ხელოვნური ინტელექტის გამო 2000 ჩინოვნიკს გაათავისუფლეს. მოიცა ერთი წამით გავიაზრო ხელოვნური ინტელექტი შემოვა ჩაუშვა ხელოვნურმა ინტელექტმა ესენი არის. მართვაში შემოვა და ჩაანაცვლებს მიმღებს ვიღაცას რომელიც დღეში 2000 უზბეკს. ო 2000 უზბეკ ჩინოვნიკს. ჩინოვნიკს თან ხო? რომელიც ეთყობა ისეთ რაღაცას აკეთებენ, რასაც ხელოვნური ინტელექტი ბევრად უფრო მარტივად მოახერხებს. ეგეთი სამსახური რო გაქვს, რომ უკვე რაღაც პროგრამა განაცვლებს, აღარ ახარ საჭირო. წადი გადაკვალიფიცირდი. იქ ძალიან ცოტა რეფორმაა გატარებული საბჭოთა კავშირის მერე და ისეთი ისინიც არის პროფესიები, რომელიც აქ გადაშენდა. მაგალითად მახარობელი. არა, ეგ არ არის პროფესია. რა პროფესია მოიფიქრა? ისი მახარობელი. ბიჭო სამშობლოდან რომ გამოდის ხალი. ბიჭი, რა შედის მე? არა ბიჭო, მაგათ ხო ეგ არის. არც ყავდათ მახარობლები. იქ ისე დემოგრაფია დღეში მილიონი ბავშვი იბადება. კაი, მე მილიონი მახარობელი ყავს რა. ათობით მანქანა დაინახა. ის რო გამიტარის. მილიონობით ბავშვი ის გაუტარა და მილიონამდე აიყვანა. არა, ძალიან სხვათა შორის როვერში ამჩნიეთ. რაცა შენი ჭიქა? ჩერჩოგურის ჭიქა. ჩემი ჭიქა. ანუ ახე ჩოგბურთის ბურთის ანუ ესეთი ვერ იშოვე? არა, მე უკეთესი ვიშო. კიდე ის რო ვითია უკეთესი, რამდენი ეტევა მაგაში? ჩატევაზე არ არის ჭიქა. ჩატევაზია ჭიქა, აბა ჭიქის უკეთესობა არ არის ჩატევაზე. ჩვენთან რო გვირაბთან ხალხი იდგა ლარს რო იღებდა. ხო გოგაქსნენ ეგენი. კი. ხო და იქაც ეხ რაღაც აპარატს დააყენებენ, რა თქმა უნდა ხელოვნური ინტელექტის ის უნდა. ეს მარიფათი რა ერთი დონე უნდა რომ რა თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს ხელოვნური ინტელექტი აი საქართველოს? არა, ეგრე არასწორია. მინისტრად- რა შეიძლება რომ ჩაანაცვლოს. ხო ხო, მაგას ვამბობ რა. მინისტრი რო იყოს ხელოვნური ინტელექტი. მინისტრი შეიძლება. დეპუტატი დასაკეთებს დეპუტატი გარდა იმისა რომ დააჭიროს ხელი და თქვას რომ deep state-დან არის ვიღაცა. მაგას ხელოვნური ინტელექტიც არ უნდა. რაღაცა მექანიკური რაღაცა რო იყოს. ხელოვნური კი არის. აჭერდეს ხელს. ოპა! სასწორი რო ლაპარაკობს, აი ეს დეპუტატის იმას გაკაჩავს რა. მუქლება დაბრო ფაჟალოვატი. ოღონდ სხვა ტექსტი რო ჩავაწერე. ხო მაგარია. deep state-ი მართავს მაგარია ის რო იზახის. მაგას deep state-ი მართავს და ხო, მივცეთ ხმა და ეს 150 დაბრო ფაჟალო. მანდ დაიჭრას მანდ დაიჭრას. დაბრო პაჟალავას ოღონდ ის რო წონის ეგეთ დაუტოვოთ რა. ხო რაღაც ფუნქცია რო. და ის ინტელექტის ფუნქცია და შესაძლებაზე გამოდიან და ერთმანეთს სონიან. იმასაც ხო იძახე ზაიმიწეს ფიზკულტურა. ეგ უნდა 400. მოიცა მაგას რა ზეიძახე რო აიწონები მე მე სულ მაგას მეუბნე. და მე დავიკედი და ისინი თავიდან გეუბნებოდა მაგას სულ მაგას მეუბნე. სულ ყველა. მე იმას არ გეუბნება დავით ერთხელ რო აიწო მეორე. მეორე მაგას მე ვეუბნებოდი. აი აქ შეგაში. რამდენი კილოგა ხარ? სადამდე ჩამოხვედი? 105-ზე გავიყინე. ხო და რა არ გინდა, არ მუღამი არ გაქვს რომ 100 ჩამოწდე? რა არის იქ 100 ქვემოთ. ხო და არის. შენ იქ ნამყოფი არ არის. არაფერი ბავშვობაში ვარ და და არც პრემია არც რამე ისა შეღავათი არაფერი ასკემოთ სხვა შორის ხელოვნური ინტელექტი მქონდა ისეთი უცნაური გრძნობა. ლექსი უცნაური გრძნობა. რო ეთქვა. ხო, დიდი ხანია ხო ხმარობ ამ მოკენად რა, ხელოვნურ ინტელექტებს და ხო ყველაზე ხშირად რასაც ხმარობ არის ჩემი ჯიპო, ChatGPT და ჯემო. ჯემა, თქვენ რომ მეუბნე ჯემა. ხო და ამ ჯიპოს ველაპარაკებოდი და ეხა რაღაცა დამჭირდა და მოდი ჯემოს ვკითხავთ ხო. და ეს ჩვენ ჯემალას ხო სულ რაღაცა მიმოწერა საქმეები. ვახლობთ. და ნუ ჯემალა მგონია რა ჯემო და პირველად მოხდა რომ დაველაპარაკე და ჯემო გამარჯობა. გამარჯობა.
როგორ ხართ? რით შემიძლია და გოგო ყოფილა. გოგო ყოფილა, რა უხერხულია. ამდენი წელია ურთიერთობა მაგდა გოგო ყოფილა. ეს გოგოს სახელი რო დააქრა მარო. როგორ ბრძანდებით? ჩემოც არის. კარგად. ჯემო, მე შემოგეხმიანები რა. ჩაწერა გვაქვს. კარგით, მოგვიანებით გნახავთ. გნახავთ. ნახავთ არა ის კი. ძალიან ახლოს ვარ. გოგო ყოფილა. ნახავთ უკვე შარია ცოლის ესმის ვიღაცა გეუბნება. არა და ჯემოა. მე მგონია რომ ყველას არ უნდა კონდეს ხელოვნური ინტელექტი. ამდენიც უბრალოდ. საერთოდ ამდენი. თან ესეთ კაც რა მილიონობით ბავშვი. ულობით პაროსანას მანქან. ბიჭო რა უკნა. აი მე მიყვარს ყველაფერი პერული. ბევრი დიდი და მსუქა. მე ყველა კითხვას რაც ავნაბია. ძალიან კარგი კითხვაა დათო. ესე იწყებს. იმიტომ რომ ახლობლები ვარ. არა მე ძალიან მე სხვა ის ამბავს. შენ ვიკრავს. კლოდი. მეც კლოდი. ძირთად კლოდთან მაქვს ურთიერთობა. წერანა თქვი ჯემო და ჯიპო მყავს. კლოდიც მყავს. თან კლოდი მინაკაცი. ყველა რაღაცა უფასო ყველა. კლოდი მინაკაცი. კონსილიუმი რო გააკეთო შეგიძლია ერთად რო დასო. კლოდი კი არა, ჩინურია. უარესებს ვაკეთებ. აი რაღაცა ვკითხე, ხო, არ მომეწონა. მეორეს ვკითხავ და ამას ჩაუგდებ იმის პასუხს. აი, ისწავლე როგორ უნდა მიპასუხო და ნედა და ესე და გამოვაუმჯობეს. ის შეგიძლია 3 ეგრო დასვა. მომჯობეს. არ ვიცი რა პროცესია ეს. 3 ხელოვნური ინტელექტი და ვინმე ქართველი ექსპერტი რო დასვა ერთად. შემიძლია რა თქმა უნდა. კლოდი მოიცა კლოდი ჩინურია. ის არ არის? არა, კაცო, კლოდი ერთ-ერთი ერთ-ერთ წინა გადაცემაში რომ შეცდომითი კითხვა მომვიტანა. კი, ისა 400 ტონაო ანძაო, მე კლოდი იყო. კი, ბევრს აბა ჩინურს რა ქვია? ჩინური მე მაქვს ორი დიპს ეგენის გა რა საქმეს არა. ჩინური 2 მაქვს. საქმის საკეთებლად მინდა ეს ყველაფერი. AstraZeneca და ის არა. ერთი რა მითხარი, ის უპირსახოცო ის რომ მე დიპსი კი ქვინჩატი ჩინურია, ხო? და მაგათვისდა წესიერი სასტუმრო პერპექსივი ბიჭო რა გინდა აი მე ამათმა მიპოვეს. სხვა შორის ეს სასტუმრო მიპოვა იმან. ნუ რა კაია. არა, დაიცადე. მოდი ყველამ გადმოვიწეროთ აშკარად. არა, თქვენი არა, ჩემი. მე პირსახოციც მაქვს და ყველაფერი. თქვენი იპოვა იმან. და ჩვენიც რო გეკითხა მაგისთვის და შეიძლება და მილიონობით არის მაგრამ უფასო ვერსია მაქვს და ყველაზე ვერ შევასრულე. შემდეგი ახალი ამბავი არის ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი ისევ ერთად გამოჩდნენ. ამჯერად ატრაკეს. ხო, ამათ მართლა უყურე. ამჯერად მხოლოდ წითელ ხალიჩაზეო წყვილის დაშორების შესახებ 2015 წელს გახდა ცნობილი და საქმე კიდე 2018-ში დამთავრდა, ანუ გაშორება რა. იმდენი ქონება აქვს, რომ იმას ChatGPT შეხვდა, ამას კლოდი. 3 წელი ითვლიდნენ. ეს შენ, ეს მე. ხო, მე ის მოიცა ხა ეს თუ თუ ეგრე არიან, მაგრამ ის პროცესი არ წყდებოდა რა და 2018-ში თქვას რომ მორჩაო ის აღარ აგზებინა მე დამჩაო და ლეიში შენ. რატო გაშორდნენ ვიცით? კი, კი. ვერ შეეწყდნენ ხასიათებით. თუ მაშინაც ამ კაბის ჩაცმა უნდა და ესე უნდა არ ჩაიძო. ნახე რა ხო, იკავა. ძალიან მუდღლეზილი ხარ. მოძღვრია ის როა. ეს რა, აი ეს. თან ლამაზი კაბაცია რა. რა საკაიფო კაბაცია და დაიცა ის კაბის ნაწილია. თავზე და ანუ ხო, აი ის აქ რა ეს რაღაც თავის დასამაგრებელი ზანანაზე თუ არის შენ რატო არ იცნობ? ყერდის შარავანდედი. აი ესეთი რაღაცა უკეთია. ხო, ხო ეგარი. ხო ესე მოდის და და ეს ეხა მყარი ნივთია, ანუ აი აქ შეგიძლია თქვა პალტო ჩამოკიდო. კი ბიჭო, ხუსლით თუ ხარ და ერთი ფეხი დაგიხსნა, შენ თვალში. მეორე მხარესაც აქვს. ხო, მაგას გეუბნები, აი ესეთი ტიპი არის რა. ეს რაღაცა ეს არის დეკოლტე. ტიპის რქები. შეიძლება სპეციალურად გიმარო რამე არ უკნას. რო არ მიიღო, აი ისა, სოფელში ღორებს რო იმას უკეთებს. საკუთხედ ღობიდან რო არ გაიყო. რო შეძრეს პირი. იმას რაც დარჩა ქონება იქ რო არ შევიდეს რა. ხო.
მაგას შეგიძლია. ხო, რო არ შედი. ხო, თორე შედიოდა და იყო სასამართლოები. ვერ მოგვარდნენ და ეს დაუყენე. მაგაზე ხა რეზინა რომ მოაბა რა გატკაცად შეგიძლია იყო. კი, კაცო. მაგისთვის არის. პირით შეუძლია ის ხო. ის ბიჭო ის აცვია. რა? Spider-Man-ის ფორმაცია, ქვემოთაც აქვს ეგეთი რაღაცა. ის არის რა, შავი ქრივის ისაცვი. შავი ქრივი ის არის კაცო სკარლეტ იოჰანსონი. აი, Spider-Man ეთყობა რაღაცა ხო, ობობასის არის, მაგრამ მაინც უცნაურია. ჩემი ცოლი რომ მაგით გამოვიდეს, თქვი რომ ცოტა არ ვიცი. შენი ცოლი მაგით და შენ ვიცი. შენ ისე ტანსაცმელი გაქვს დაცვამი რომ წესი. რა ვიცი, აღარ უნდა ლაპარაკობდე. არ არის შენი მხრიდან გამართლება. ამდენი წელს არა, მე ჩემაზრს დავაფიქსირებ, კანა ის. ჯენიფერი დიდია 55-ის თუ რაღაცა ეგეთი. არ გადამრიო. თითქმის ჩემ ხელა ყოფილა. შეიძლება შენ ხელაც არის. კითხი აბა ის რო გყავს ტელეკონსილი. მეტიც არის შეიძლება. ოღონდ რომელიმეს კითხე, ყველას არ გითხე. არა, იმას გითხავ, ჯემოს. რა უნდა მაგითხავ? არა, უთხარი კაცის ხმით დამელაპარაკეთ ხო და ეს ხა მამა ხო მარტო. 60-წლიანი ყოფილა. ათურა ჯემო და ისა ვიგიდე. არა, მაშინ ბარემ გამოძახა. არაფერი კაკაბამ ნახა უკვე. კაცის ხმის პაროდია გააკეთეთ ხო? ვერაო, ეს პაროდია, მარტო. პაროდია. ჯემო კაცის ხმის პაროდიის გაკეთება შეგიძლია. 58 წლის. არა, ბოდიში, ხმის პაროდიის გაკეთება არ შემიძლია. კიდევ რით შემიძლია დაგეხმაროთ. ხურის ბერო დაიძახა. ხმის პაროდია არ შეგიძლია. ზატო ბიჭო რანაირი ინტერფეის დაძახებას რა უნდა. ერთი წამი რა, ჯანელას დაგალაპარაკე. ხო ის ქუჩაში. ქუჩაში როიციან. ნახე ვინდა გალაპარაკო. ხურის პაროდია თუ შეგიძლიათ უკაცრავად. ხურის პაროდია ბერო დაიძახოთ. ბოდიში, მაგრამ ცხოველების ხმების პაროდიას ვერ ვაკეთებ. მე რო გასწავლოთ ვიდეო ვიძახი არ უნდა იყოს ეს ყველასთვის. ბ აი ესე რო დაიძახო. გამებუტა. ტელეფონი გადაიწვას. დედა რა უტვინოა, აი ბეს ვერ ამბობს. აი, ვერ თქვა და მოიწერა ბე. მოიცილა, მოიწერა. გადმოგიგზავნი. ეხა ეგ რა ქენ იცი ეგ ჩააგდე იმაში და რამდენი, ნახე რამდენი მოიწერა. რამდენი სხვა ხელოვნური და ჩააგდე და ეს რო წამიკითხო თქო რა. დედა ბიჭო რაღაცა ისა. დაგცინიან. ღირსების ისა პატარა შეგ. თქვენობით რო ელაპარაკებოდა. ეს იყო დღეისაც ახალი ამბები, გადავდივართ სტუმრის ნაწილზე და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ჩვენი მეგობარი შოთა ჩინჩალაძე. გამარჯობა შოთა. როგორ რა მოგვიტანე? წიგნები. წიგნები, ვისი ვინ არის ავტორი? აგათა კრისტი ხო ChatGPT-ის. ათეულობით წიგნი. საჩუქრად მოგიტანეთ ჩემი წიგნები. ვა, კარგი ხარ? პირველი ქართული წიგნი ბრენდინგზე, კარგია. როგორც პროფესიისა შესაბამისად. ქვია ჩამოყალიბდით. მიეცი ლაბაძეს მიეცი. ლაბაძეს უხდები ეგ. და მთავრდება რაღაცა გამოყალიბდით ეს. დამიწერე. აი დანარჩენი შიგნით წიგნში წერე. ახლა. ხო, ესე დაგვიწერე რა. აბსოლუტურად. ეს აუ ხელმოწერაც მაგარი აქვს მოტანილი. HD-ით არის მოსული. ვაუ. ყდის დიზაინი ვის აქვს, იცი გაკეთებული? ვის? Holy Motors. კი, ავალა ხო იყო. მე მეგონა რაღაცა ეგეთა Motors. შეგებრა ზეთი შესწორა. იცი ურეკავე ხოლმე მაგას. გასასვლელი იყო. ურეკავე ხოლმე რა უკაცრავად თქვენ. მარე ყდაც გამიკეთეთ. არა, როგორ მიდე ის პანჩები და აი ეს ნახე იცმება და ზენი. ი პანჩები გემზე ურეკავე ხოლმე. ეგ ჩემი. ეგ კაკა. ეს კაკაბას. შენ სადმე ლექციებს ვარ. კაკაბას. კი.
ნუ ელაპარაკები მე როცა ერთი წამი წერს და შეეშლება და მე დათეს კაკა ბოს. და მე ეს შეკუნება შენ და მიავიღება. შენ სტუდენტებს სავალდებულ ვარო ეს იყიდონ. ვინც ჩემთან იმზადება. ვინც ჩემთან იმზადება მაგ. როგორ არის? აი გაისად უნდა იყიდონ და მე სამიანს დავწერს. ვიცი რა ვინც იყიდის ის უფრო ადვილად გაივლის გამოწევს თორე ხა ძალიან ჭკვიანი თუ არ იყიდის. უდიდეს კაკაბოს უდიდეს სიყვარულით და ხელფასამდე ორასვარი მას ეს და მწვანე ჯიქის. ბეჭედით რო ეგ დავაყავ. მანამდე აღნიშნე სანამ მე ამას ვაკეთებ, რომ ჩემ პონჩი გაქვს მაგ ფერის. ეს იმიტომ რომ აი Placement. ჩემი წიგნი დამიბრუნე და გეტყვი. ეს შენ რო იძახე ჭიხა ჩემი ჯობი. ეს არის ტრენდული ფერი. კი, ხედავ? გაიგე სხვათა შორის დაკვირვებული ხარ ჯანელს. წელს ის არის ზაფხული შემოდგომა თუ შემოდგომა აი მაგარი placement. ისე აი ჩემი აზრით, რა სულ მაგაზე ვფიქრობ ხოლმე. ლაბაძე ჯიგარი ხარ რა. ეს ჭიქები არის ყველაზე დიდი ტყუილი. გამჭირვალო. სულ გონია რომ ყავა ან ჩაი მაგაში ასხია და ბუზი რო ჩაგივარდი ასხია. სანამ არ გადახლავ მანავ ვერ მიხვდები და აქ ოპა რა კარგი ადამიანია შეუხერო. ათეულობით მადლობა გასცემს. მე რა მაინტერესებს შო თარო გელაპარაკო შეიძლება ერთი წამით. მივეჭვი. დაიცადე რა ჩადაწერო ამას გადაახო შენსას რო დაიწყებს წერას მაშინ ელაპარაკ აჰა ბეჭედიცა მადლობა. აი აქ გამოყენებული ლიტერატურის შესახებ 34 წიგნი გაქვს გამოყენებული და მართლა ყველა წაიკითხე ხო. სერიოზულად ეგ მაინც რამდენი ხანი წერდი 2 წელი. ბიჭო 34 წიგნი რო წავიკითხო მესმე. მე ამის საკითხვა რა გაბინა ხო? ეს ათეულობით წიგნი კარგი ხო გიორგი. გაიხარ დღეს ჩაუსხი ბენზინი თელი დღე ამაზე იქნება კი, დღეს კაი საქმე გააკეთე. ჩემი ლექტორები ზუსტად ეგეთ წიგნებს ლაბაძეს? მაყიდინებდნენ ხოლმე დათოს. გამოყენებული თუნა ლიტერატურა ლაბაძეს. სამუდამოდ შენი ერთგული. ეგრეა მერე. სამუდამოდ საქაბაბის ეს სულ როგორ რატო გიწერე ბრენდის? დაგეზა რა სხვა რაღაცების მოფიქრება ასაშენებლად ეს როგორ ის არის და მე ხელის მოწერა. კომერციულად საინტერესო სიტყვა არის ამას არ უნდა. რათ ხელმოწერა არ გინდა. დაიღლებით ყველა და ესე უფრო იზიდად კაი მან просто უბრალოდ ჩემთან რაღაცნაირად მე მგონი პირველი გვერდი ამოხეურა რაკიჩე ხუდა. აი, ეხა მოდი მითხარი რაზე აბა, არის როგორ? ეს. ეგ წიგნი არის ანუ ვინ უნდა წაიკითხოს? ბრენდინგს. წერი აღარ ყველაფერი ზედაწერია იქ. ეგ არის ბრენდის სტრატეგიის გზამკვლევი. ხო. ბიზნესის დაწყების სურვილებისთვის და მცირე მეწარმეებისთვის. ესე თუ გადაშლი, უფრო ჩაშლილასაც წერია. ხო, მაგრამ მე უნდა წაიკითხოს იმ ხალხმა. შენი სტუმრობა შედეგს. იმ ხალხმა უნდა წაიკითხოს, ვისაც უნდა, აი, ერთი რამე ჩემი დამაწყებინა ხალხმა უნდა წაიკითხოს, აუცილებლად, იმიტომ რომ უიმე შპარკასე დაგაფინანს კი, ჩვენმა მეგობარმა. უნდა წაიკითხოს იმ ხალხმა, ვისაც უკვე აქვს პატარა ბიზნესი დაწყებული და რეკლამირება არის თუ არა. ბიზნესის განვითარება? ბიზნესის განვითარება, დიდ ბრენდად ჩამოყალიბება ბიზნესის. ერთი არის რომ ბიზნესი გააკეთო და მეორე რომ დიდ ბრენდად გადააქციო. ისეთად რომ მე რაღაც გადაცემაში მიკარგულ ქვეყანაში მოიხსენიონ შენი ბრენდი. ყდის და სხვათა შორის ჰენესის ძალიან ეწყინებოდა შენ რო თქვი რომ ბრენდია ეგო. იმიტომ რომ ჰენესი ძალიან ამაყობს იმით რომ ბრენდებს შორის კონიაკია. მართლა? ო ბიჭო რა მაგაში მაგ მთელი მუღამი მაგა. აღარ მე გაკითხე რა მან კანიაკიო კონიაკი. არა, ხო, კანიაკზე დავეთანხმე. ყდის ფოტოს ავტორი არის ნიკა მაქს ხუნდაძე და მაქსი დიდია მაქს კი. კი. ო მაგიტო მოშნიკა ფოტიში და დიდი მაქსიმალურად დიდი კაცი. გააკეთებია სურათი და სურათი ნახე რა მხელა მინა ვინმე ნიკა თავდაბალი კაცია. ნიკა პრო ხუნდაძე ვაიმე რა იდეალური ხუმრობა იყო მაქს მე მგონი სახელი გაქვს შესაძლოა. რამდენიმე ბრენდით რო იმუშავ შეიძლება. AR უნდა მაქს საპასპორტო ხუნდაძე ან რაღაც ეგეთ ამას მაგალითად იმაშიც გადაიღებდი იუსტიციის სახლში მან გადავიღე, აღონ იმან გადამიღე. დამიჭირა იმან. შენი საყვარელი მე მომწონს ესეთი წიგნები ნახე დაუშვათ ვარ დამწყები მეწარმე
ლაბაძე რო არისო წინასწარმეტყველებაში, აი კუცნაურად უარი ხარ. ხო, გერსადა. მე მიყვარს ესეთი წიგნები, ნახე შიგადაში დიდი ასოებითაც მაგითო არის. ის სადაა შეგიძლია. საჩქაო. ასე პიროები რო დიდი ასოები. ნახატები არ არის, ხო? არა, ნახატები არა. ერთი კითხვა. დაუშვათ ვარ დამწყები ინდმეწარმე სტარტაპერი ბიზნესმი ვიწყებ რაღაცა. რამე ის არის რომ წავიკითხე და რაღაცები გავიგე, მაგრამ რამე დამჭება სავარჯიშოები, ხო არის ცალკე სავარჯიშოების წიგნი ხო არ გამოიწვია. არა, ერთ გავაერთიანე. ხელი კი სავარჯიშო როა. კონტურული მოდელა. იქ განსაკუთრებით იმას ქონა ხოლმე ინგლისურს ქონა რა workbook-ი და კი, ეხა ყველაფერს აქვს. მათემატიკას. არის სავარჯიშოები. ესეთი კომერციული იდეა შენთვის, ნახე. ამ წიგნს ხო ყიდი. კი. რაღაც ფასად, ხო? დიახ. რო გააკეთო, რომ ვინც ამას წაიკითხავს, მოვა, შენ დაუსვამ რაღაც ათ შეკითხვას და დაადგენ რო წაკითხული აქვს, 5 ვარი დაუბრუნო. იცი რამდენი კაცი წაიკითხავს? დაფიქრდი? კოდს გაუგზავნი, წვალებაა ეგ ძალიან ბევრია. ესე კოდს ვეთქვი, არავინ არ არის მომწონი 5 ლარისთვის და რაღაცა იქ სათქმელად რა კარგია. რაღაცა ეგეც არის. არ ვიფიქრე ცინე ბიზნესია. შენ გასწავლი და იმაში უნივერსიტეტში თემურ ვეფხვაძე? კი. რა სასწავლდა? უმაღლეს მათემატიკას. ესე. ბატონ თემურს გქონდა ესეთი წიგნი გამოუშვა. ვეფხვაძე ის წიგნიც რო იყო, ხო? მათემატიკის წიგნი იყო, ხო? კი. მაგას ხო, სპოტიში. არა, მოსმენა დაიცის მოსმენის კულტურა არის. მაგას გქონდა წიგნი რო გამოუშვა, ჩვენ გვითხრა, რომ ამ წიგნში დაშვებული არისო, ნუ გაიპარა რამდენიმე შეცდომაო. ვინც იპოვის, მითხარით და 5-იანს უწერო. ვაუ. ვიღაცებმა იპოვეს 5-იანი დაუწერა, მე შევედი, რა თქმა უნდა არ წამიკითხავს. და აბა თუ იპოვე, მე ვთხარი ბატონო თემურ, ეხლა ლოგიკურად მეთქი. მე შემეძლო სხვებისთვის მეკითხა მეთქი. ეს შეცდომები რომელ გვერდზე სად არის. და მე 5-იანი, მაგრამ გეუბნებით რომ არ წამიკითხავს ხო? არ ვიკადრე. ხო, დაფიქრდა. შენო კარგი ადამიანი ხარ და 3. კარგი ადამიანი ხარ რო გითხრა თუ კარგი მათხოვ არის. 1000 ხო და ეს მაინტერესებს, ანუ სავარჯიშოები. ხო, როგორ არის? იმისთვის არა დაამუღამო თუ ბოლოს რამე დაგჭირდა. არა, შენს ბრენდზე სამუშაო წიგნი არის რა. ოღონდ ვის არის რა ქვია? ორ ნაწილად არის ყველა თავი დაყოფილი. ერთ-ერთი არის შინაარსი და მეორე არის როგორ მაგიტოა ბევრჯერ. როგორ არის სავარჯიშოების ნაწილი. და იმის გამო უბრალოდ რომ მხოლოდ როგორ არ იყოს, იმიტომ რომ ძირითადად აი გზამკვლევებს რაც აქვს ხოლმე რა, თვით საკეთებელ რაღაცებს არის, რომ აი გეუბნებია რომ ეხლა დაწერე შენ დანიშნულება. და რაღაც შეიძლება ერთი განმარტება იყოს, რომ დანიშნულება არის შენი არსებობის მიზეზი პირობითად. და ვერ იგებ რა, მეც კი ვერ ვიყენებ ხოლმე ეგ, ხო ვიცი რაღაცა, მაგრამ ვერ ვიყენებ მაგას და მივხვდი რომ თუ უფრო ვრცლად აუხსნი ამ ადამიანებს, შეიძლება უკეთესი იყოს და ეგ მცდელობა არის, რომ ვრცლად გაშლილი ის კონკრეტული განაცხადი რისთვის არის და მე როგორ გავაკეთე. მაგალითად ერთი სავარჯიშო ყველაზე სახალისო შენი აზრით, რომელიც არის აი ახლა რო ვცადოთ. სახალისო ნეკროლოგი ალბათ. როგორ? ნეკროლოგი. ძალიან სახალისო ფაქცია. როგორ? რაოდენ უცნაურადაც არ უნდა. სიტყვა სახალისოს მნიშვნელობა. ხალისი, ანუ ადამიანი კარგ ამბავზე საუბრობ. ხო, ჯანელას თუ ეუნებოდი კი. მარტო კარგი ბიჭო არა ის. არავის არ უძღვნიან წიგს, ანის რა. მიძღვნები წერია იქ შესავალში. არავის არ უძღვნი იმის კითხველების გარდა და მომავალ დიდი ბრენდების გარდა. და როგორ თავდება ის საკაიფო თუ კიდე ერთ წიგსაც შემოწერი. სხვა შორის იმ ხوارი რო უყურებდა. შემდეგი რო უნდა. იგი Netflix-ი ვიყავ. არა, მაგითო გამოვიდა მაგ ხელა რომ პატიოსნად მთავრდება. გაგეხო რა. დაგვაჩვიდობე ხო. ჩემი ხდა რატო არის? გადა იმიტომ რომ იმდენი ხანია ათამაშებ ხელში რომ გადა. არა, ეს გაკეცვის ისა ქონდა. მე მიყვარს წიგნი, რომელსაც ეთყობა რომ ადამიანმა რა თქმა უნდა, იკითხა. ხო, კი არ გითხულობ რომ ესე შვებოდა. ცდება იხელა. აბა რა სავარჯიშოა იმის? ნეკროლოგი არის დანიშნულების სავარჯიშო და დანიშნულება არის ბრენდის დანიშნულება არის რისთვის იარსებებდა ჩემი ბრენდი ფული რო არ მაინტერესებდეს. იმიტომ რომ ეგ არის მუღამი რა. შინაგანი მოტივაციის მოიწერა გავიაზროთ. ფული რო არ მაინტერესებს ბრენდი რატო უნდა მაინტერესებს? ხო. ფული რო არ გაინტერესებდეს ბრენდი რატო უნდა გაინტერესებდეს მოდი ესე. ამაკი იქნებოდა ჩემი წამოუწვევოდი და ფულს იშოვიდი. აი
ახუდ. ეგეთი ის არის რა, რომ აი წიგნში არის მოთხრობილი. წაიკითხეთ ეგეთი და ამბავი, რომ იმის შესახებ, რომ დანიშნულება არის ფული არის არასაკმარისი შინაგანი мотиваცია, გარეგანი мотиваცია, რომელიც როგორც წესი არასაკმარისია მუდმივად საქმის საკეთებლად. თქვენ რომ ეკითხებით მაგას ძალიან მაგერად ხო რა, იმიტომ რომ რაღაცის კეთება რომ გინდა ფული არის როგორც წესი ბაი პროდუქტი როგორ არის ნარჩენი მეორადი თუ ხო თანადები კი ის არის რა კაი რა უკუჩვენი არა ნორმალური განათლება აქ და ინგლისური არის ჭაჭა არის ღვინის ხო მოყვება კარგად და გულით რაკეთებს საქმეს დიდ ხანში აკეთებ ჭაჭისთვის მაგრამ ღვინოს არ აკეთებ ჭაჭისთვის ნახე როგორ იდეალური არის რაღაცა შენ მომენტში გადავწეთე ჩავეცე რა ბეკი სანამ დაწერ მოდი ეგ არის ითხე რა კაც ხო და ეგ არის ნეკროლოგია არის ერთ-ერთი მაგ დანიშნულების განაცხადამდე მისვლის ერთ-ერთი სავარჯიშო და როგორ მუღამი არის როგორც ნეკროლოგი იწერება ზუსტად ისე იწერება ოღონდ ბრენდზე წარმოიდგენო ამას წერალიც მკითხველიც კაი მოდი გავაკეთოთ აი დავუშვათ ბრენდზე ჩვენი კაცები კაცების ნეკროლოგი გავაკეთოთ რაღაცნაირად ჯერს გავაკეთოთ ხო აბა ეხლა რაღაცა სხვა ბრენდზე დავადოთ და ის არა რატო უნდა ისო გავაკეთოთ ვერას გვი კლიპსის უნდა ისო გავაკეთოთ გვინდა ის თუ ქაბაბი ფურცელი გვინდა ფურცელი და კალამი უნდა დავწყო ყველა ერთად ექსაურჯი შეიძლება გააკეთოს ჯგუფმა როცა ბრენდზე მუშაობს გუნდი კი teamwork იყოს ან შეიძლება იყოს ცალ-ცალკე და მერე გააერთო არა ეგეთი workshop-ი ეგრე ეწყობა ხოლმე აუ team building-ი მქონდა ეხლა team working-ი ხო არა კაია აი აჰა ჯანელა ხო ჯანელა წერს შოთას დავაწერიო შოთა წერდა ამერა ციგნია დაწერილი მე არა თქვენ დავწეროთ მე შეფასებ აჰა ნუ მისცემის რაღაცა სპეციალური ყველას საკუთარს არ წერს არა ერთ ყველანი კლიპსზე ერთ ბრენდზე კლიპსზე კი კაი ნეკროლოგი როგორც იწერება ისე არის არანაირი შეზღუდვა არ არის უბრალოდ როგორც წერთ ხოლმე პოდკასტი ჯაფარას პოდკასტი ჯაფარას პოდკასტზე დავწეროთ დავაი არა არის შემოსული ჯაფარას პოდკასტზე იხნის რა გინდა გამიფუჭეთ კაი კაცები აქ დაწყებული კაცები აქ დაწყებული ბოდიში არასწორად კაცები შენთან მოვალ და შენთან ცალკე ესე და იყოს კაცები ამათ ქვეყნის არა კაცები ჯაფარას პოდკასტი ფოტოსინთეზი იუწყებიან რომ რა თქვა უნდა ასე კი ბატონო პროგნოზირებადი დასაწყისი ქონდა შენ ხარ ნეკროლოგში ნახსენები მე ჩვეულებრივ ნეკროლოგში ეგრე ხარ თქვა არა მე კი გაზეთში შეიძლება იყო ეგ იმიტომ რომ რაღაცა იმერეთის ტელევიზიას ქონდა ეგ რო ნეკროლოგი ხო გადიოდა მანამდე ხო გაზეთებში იყო ხო იგი გაზეთი თბილისი იყო გაზეთი თბილისი როგორც დაწეს სამი გვერდი იყო სულ ნეკროლოგები ეგ რანაირი მიღწევა რომ ერთ-ერთი მიღწევა გაზეთში დაწერის ნეკროლოგში ხარ იგი ხოჩი პირველი საჯარო გამოჩენა მარტო დაწერა ის გავარჯი არა ნეკროლოგი მაგისტეროა ჩემი მეგობრის დედა ეს თავისუფალ დროს ნეკროლოგია და მუხარ მე გამიკვირდა რომ გამზადებული არ მოიღო ჯიბიდან კლიპსზე ეგ მაგ დაფიქრე ხო და ესა რა ქვია გადაშლიდა ამ გაზეთს და ესე ამბობდა მას აბა ნახოთ ვინ მოკვდა ვინ დარჩა ხო ის დაწერა ეგ გამოიხო ჩვეულებრივი გაზეთის წაკითხვისასაც გამიგია და ეტყობა მაქედან მოდის ვაუ ესე გადაშლიდა შუაზე და ეს ჩემი ძმაკაცი ძახი სულ რა მეგონაო ვიცი ბოლოში წერია ვინ მოკვდა და წინ წერია ვინ დარჩა დანარჩენიც ეგაა ხო ვინ დარჩა კლასიკა გავარჯიო რა ისა ხო რა კლასიკური წყობა როგორც არის ისე წერთ ჯანელ მთელი უღამი არის რომ 25 წლის მერე წერთ რა ანუ აქედან გავიდა 25 წელი დაწყებიდან ან დღეიდან როგორც გაგისწორდებათ და ამ 25 წლის მანძილზე რა მოასწრო და რა გააკეთა ეგ უნდა დავწეროთ რა როგორც არის ხოლმე ოღონდ 25 წლის მერე იწერება ეხა კი არის რომ იდეალურად როგორ მთელი მუღამი არის როგორ ხო ბოლოში ფაზის პოდკასტი ვინ იუწყება კაცები კლიპსი და ჯაფარ კლიპსი თვითონ როგორ ფოტოსინთეზი
ფოტოსინთეზი გამოიწერეთ ხოლმე შორის იმიტომ რომ იუწყება. აუ მაგაზე უნდა გითხრა, ფოტოსინთეზის გამოცხადება რომ გამოიწერეთ, ბოლოში უნდა გადაიტანოთ ხოლმე რა. რო არ დამოვიწყდეს მე. რატო? იმიტომ რომ დასაწყისში რო ვიწყებ და რო უყურებ კაცებს, ფოტოსინთეზს ვეღარ გამოვიწერ მაგ დროს. და მე გავიწყდე. გამარჯობა. აი ბიჭო, აი. ვა, მარდა. რომ მოდიხარ გლეხურად კითხე ვიცი. ეს რამდენიმე თვით ადრე რომ მოგვეყოლა. შეიძლება გაფრენილები ყოფილიყავ. წინ ვიქნებოდი. საერთოდ რა. ჩემი სიტყვა დაიმახსოვრა. გავდახსოვრე რა. გაგისწორდა თეორიები გამოიწერე. ვა, შემდეგი რა, იმიტომ რომ დანარჩენი ციგნშიც რაღაცა ვერ გაიქებ დამიგე. ჩანელს რომ მივაქციოთ ყურადღება. გამიოსციოთ რა. ესე მხიარულად არასოდეს არ ყოფილა. კაცი ერთობა ბავშვს რომ მიყვარს და ფლომასტერებს აკეთებს. დიდები რაღაც ბაბარაკო. დედის წელი ფლომასტერი გვაქვს, მიცე კიდე გაჩვენე. ხო, ვიდი უწება. აუ ეგრე იყო შორის სანდრო იყო ძალიან პატარა და ამერიკაში მივფრინავდით რა და ნერვიულობდი მე მიმყავდა. ია და კატო იქ იყვნენ უკვე და ნერვიულობდი რომ დიდი ფრენა არა და დიდისთვისაც ძნელი ხო პირველად რომ მიფრინავდა. მეთქი გზაში რაღაც რაკნას და ეგ მომზადებული მქონა ლეგო ევასება ხემლე მაგრა და ის მქონა ყველაზე რთული ლეგო ვიყიდე რომ რაც შეიძლება დიდხანს. 1 საათი მაგან მომაგებდა. რამ პულფის იყო? პატარა იყო 5-ის ალბათ რა. 5-ის საწყო. და ხმა არა მოუღია რა, აი ჩუმად იდგა საჭმელის დროს ჭამა ეს ააწყო მე რაღაცას ხატავდა რაღაცა და ტურკიშით მიფრინავდით და ვიღაც თურქი ბოლოს რომ ჩაუფრინდით და დაჯდა გამოვიდა ესეთი ბავშვი. კი. გაოგნებული იყო. ეთქობა იმან. ადრე წამოიყვანა და გააგიშა იმან და შევეძ შენ წეგრე ხო სულ ბავშვები აი საუზბესაც ლეგოსაც იმზადებს ინკოლოდი ლამის. ხო და ესეც თუ ევასებად ბოლოს. ეხა წილულობს უკვე აი ეხა თვითონ რომ მოგზაურობ. ლეგოს ისტორია არის წიგნში. სხვათა შორის კაცების ამბავიც არის წიგნში. მართლა ლეგოს ისტორიაც არის. ლეგოს ისტორია. ლეგო კი არა კაცები ომის დროს რა დაიწყო და ხო და შუიდან ის იყო და დაიწყო. სხვათა შორის დანიშნულებაზე რას მოვესწარი რომ კაცები და ლეგო ერთ წიგნში მოვიდით. მაშინ ქაქავები არისო დროზე რომ ეჩალიჭა. ორი წელი უწევდი და ვერ დამაწიე. მაგიტო ვიკითხე მეორე და წამოეწევა თუ არა. დანუმრილი სად არის? უშნო ადგილას რომ ვერ გაიგო. ეს უკვე დიზაინი იმისთვის რომ ბოლა. იმისთვის რომ ბოლა. 350-ით ხარი? იმიტომ რომ მთლიანად წაიკითხო და გვერდებით არ არჩიო რომელი უნდა წაიკითხო. ანუ ბოლოში ვარ? ვაფშე რომ დაგემარა. არ დაგემარა. ხო არ ვცვაპირებდი დაწერას. ანუ რაღაცა ის რო იყოს იეროგლიფები რა და რაღაცა ფორმულები რა. თქვა 229 გვერდი კი არა. ორი გამრებული. მეც უნდა მეკითხავ. და რამე აპლიკაცია გეკნა იქ აკეთებ და გეუნება რომელ გვერდზე. ჯემინი რო დაარქვეს რამდენი ეწვალა და ახალი სახელი გადავა. არის რამე? კი, შემიძლია რა, წავიკეთ. აი, ხო, იცი თავდება სამსახურიდან მივარ. წავა. ბიჭო! რა. აგერ არის. რომელ გვერდზე? კაცები? კაცებზე წიგნში კი არა, ეხლა სომხეთშიც ხო. ხო, ეგ ერევნის სამბებიც რა. მოიცა საიკითხოს იმანის. ბევრი არის. ამ თავრებ გიორგი თუ კარგად გაგუ. მორჩა. ერთხელ გვახსენა მარტო. არა, ერთი წამი, ერთ ამბავზე არის 4 ჯერ ნახსენები. არა, ერთხელ გვახსენა და ხო, ისიც მაგრამ ერთხელ ის კაცები მიდიოდნენ და ხალები გავყოდენო, ეგრე გაკნაფსენები. არა, კაცები შოუს ფანკლუბი, ანუ ფანკლუბზე ლაპარაკობ, ჩვენზე კი არა. მანამდე სხვაც არის რა. ხო, ეციპატივი. გამოართვით იგი მეავიღებ. ნეკროლოგია და სერიოზული სახელმწიფო. კი, მაგრამ ჩემი სტუდენტები ხანდახან თავენ ხოლმე იმას სამგლოვია რომ მუსიკას. კაცები ჯაფარას პოდკასტი და ფოტოსინთეზი ხმამწუხარ. მოიცა ერთი წამი რა გიხოჭები. მე დაგვიბლოკავს არა. აი, პროფესიონალი რა თქმა უნდა, მაგას თავენ ხოლმე გენიოს. გინდა მე ვიმღერე. ცუდად და ვერც დაგიბლოკავს. ტარარამ მიდი. ცოტა ხმადაბლა რომ ხო. კაცები ჯაფარას პოდკასტი და ფოტოსინთეზი ხმამწუხარებით იუწყება რომ ხანგრძლივი უყურადღებობის გამო გარდა იცვალა ლაბაძე კლიპს. ორი წამი შეგაჩერეთ. მნიშვნელოვანია რომ ნეკროლოგში დავწეროთ გარდაცვალების მიზეზი.
და რატომ არ დაუბრუნდები? ხო და არ იდეა. კარგია, იცის კაცმა მივაწოდე ეგრევე გაიგო რა. კი, რა. შენ მასწავლე ნეკროლოგისტი. ეს ქუთაისში უბანში თუ ვინმე კვდებოდა, ეს უწერდა ნეკროლოგია. ბოდიში. აპატიეთ. კაცების უმცროსი ძმა ხარ. მაგრამ როგორც წესი, უმცროსი ძმები უფრო ჭკვიანები არიან ვიდრე უფროსები. ეს სყაპრებიდან. დიდი ძმის გამონაცვალით გაიზარდი და მისი მორჩენილი მასალებით. თუმცა ვეღარ გაკაჩა. თუმცა 1000-ით 1000 მეგობარი ყავს. ის რაღაცას მიაგება რა. გაცილებთ უკანასკნელ გზაზე. წუბუკი იყოს შენთვის ციფრული საქართველოს მიწაჯი. ძალიან კარგია. ესე ძალიან კარგია და ბიჭო, ნეკროლოგი არ უნდა იყოს ძალიან კარგი. ნეკროლოგი უნდა იყოს სხვა ნეკროლოგებს შორის. ძალიან კარგი უნდა იყოს ისა. თელი დაბადების დღის იცი რა ევროვიზიის ეხლა ამ წიგნს რო გადავხედე და შოთამ რა თქვა გეტყვი რა დამაკლდა რა მან და არ არის ჩამოთვლილი რა დამსახურებები კი ნაჟო თავარი რაცე არაფერი დამსახურება არა მაგიტო გითხარი რომ კარგია რომ სიმპტომატური არის რა ნეკროლოგი ხარი აბა რა დამსახურება რაში რა დაწერდი ერთი აი, იცი შენგან დაწერილზე მათ დამაკვდა პანაშვიდები და გამოსვენება საიდან არის. აი რა ერევანიო ერევანში რა ხდებოდა ეს ერთი წამი ვის არის რა ქვია რო დაწერა კაცმა არ უნდა იმას ქნა გამოვანილი მე მეგონა დაგატანდით და ახალ წიგნში ხო კაი რაღაცაა რა მართლა ისე მე საქალობეზეც დავწეროთ არ მოგავი რა ახალი წიგნის ორი რაღაცა კაკაბას სიბზენ და ამის კაკაბასაზე სიბზნე ისა ხო შესატანი გოდიში არა ის როგინოს არ ვაკეთებ დააგთხოვთ რა ეს ეგ იდეალური ნეტა ეგ ხო არის რო წაიკითხო რო წაი და შემდეგ მასვას მაგის ეკროლოგი რო და ამას ენციკლოპედია შეიძლება მიყიდე რო წაიკითხო რომ მიწერია ეგ გაგიჟდები ეგ ჭაჭა იქნება გამიხარდება ესე იგი მეც ესე ვაზრობდი რა თანამედროვედი და მასშტაბი კი თქვენ ბრენდი ანუ მოყარა ერევანში ვიყავი ხო გახალდით ქაბაბი დამე ქაბაბი ვჭამე კიდე დოლმა ვჭამე და კიდე როგორ რაღაც ჭამესი ბლაბა სუჯუკი ხაში? ხაში არ მჭამია ბოდიში ესეთი რაღაც პური იყო ცეცხლს უკიდებდნენ ამ პურს მე ცეცხლს მოკიდება უბრალოდ შოუ იყო არაფერს არ აკეთებდა მე ჭრიდნენ და შიგნით იყო მწვადეული და ქაბაბეული აი კარგად მაგარია რა კაია რა იცი რა მაინტერესებს იტალია თუ გამოსვლაზე ვიყავი თურქული ყავა და თქვენზე ვილაპარაკე იქაც მართლა ხო მართლა თქვენზე ვილაპარაკე რა გითხრეს სომხებმა ვანაძორიდან იყო ვინ ხო ვანაძორიდან არავინ არ იყო მაგრამ ეგ ისტორია მოგიყევი რომ ვეძებდი რომ მეთქი ხა რაღაც გამოვდივარ სომხეთში კაცებზე უნდა ვილაპარაკო და რა ხდებოდა სომხეთში საერთოდ იყო რაღაც ხო კონფერენცია რეინვენთ ეგრე ერქვა და ჩვენ ხალხის თუ არა იგოაშებიანი სასტაფთან ერთად ჩაყვეთ კაბაბის ჭამელი ისე რა ქვია მარკეტინგთან დაკავშირებით და AI-სთან სხვათა შორის. კაცს არ უკითხია ჯემინის რა დაუძახო ეგ და მაშინ ვიყავით გამოსვლა მქონდა კაცებთან დაკავშირებით ვლაპარაკობდი კაცებზე. დაახლოებით კონტენტზე რაც ვილაპარაკეთ მაქშინარსის იყო, მაგრამ ნუ ცოტა ადაპტირებული და შეცვლილი რა თქმა უნდა. ხო და ვინაიდან და რადგანაც ეს გამოსვლა იყო ინგლისურ ენაზე, ხო უნდა გადამეთარგმნე, რო გადავთარგმნე, კაი, კაცები ქართულად ვთქვი, რაღაც the man და მე მეთქი აი ხო უნდა ვთქვა ეხა სომხურათაც რა. და სერჩავ რომ მან იმაში რა ქვია არ მახსოვს chat GPT-ს უკითხე თუ translate-ში პირდაპირ და გადავთვალე რაღაც კაცები და თხამარძიგ ეგრე ქვია კაცებს სომხურად თხამარძიგ ხო და ეს თხამარძიგ რო ჩავწერე ხო რომ how to pronounce რო ჩავწერე რა აღმოჩნდა რომ 60-იან წლებში არის გადაღებული ფილმი ქვია თხამარძიგ ანუ კაცები 4 კაცზეა სომხური ხო თან ესეთია რა ცნობილი სახეობები სომხეთის დამსახურებული არტისტები თამაშობენ და ასე შემდეგ. ხო და ეგეთი პატარა რეფერენსით დავიწყე და ძალიან გაეცინათ იქ მაგაზე. არ გაეცინათ ერევან აი ეს არარატის 5 გოლზე და იმ რაღაც ეს ძალიან კრინჯი ისტორია რომ ეგ მოვყევი და აი ხო და არ ეთქი ატო არ გაეცი აი ოდნავაც არ გაუღიმიათ.
ხუთი თითის ისტორია ხო რაღაცა ძეგლის. ეგ იყო გამოსვლა იყო. ძეგლის არ ვიცი. მე ვიცი რომ ტირში რო დაკიდეს ფოტო, ეგ ვიცი. არა, ძეგლის სხვათა შორის იმას რა ქვია, თანდარას ვკითხე, რაღაც გამახსენდა, რომ იყო რა ეგეთი ისტორია და თანდარას ვკითხე და მაგან გამახსენა, რომ ხუთი გოლი რომ გაუტანა დათუნაშვილმა ერევანს, მაგის მერეო ეგ ხუთიანი ქონდა თუ ისე რა რომ დათუნაშვილი მოვა შესაშინებლად იყენებდნენ ბავშვებისო, ეგეთი ლეგენდაა და ეგეთი ურბანული ლეგენდა არსებობს, რომ ვიღაც სომეხის სტუმარი იყო ჩამოსული და ვახტანგ გორჯს თბილისში და ვახტანგ გორგასლის ძეგლს აქვს ესე ხელი აწეული ხუთი თითს აჩვენებს და ესო ვინ არისო დაავლაბრის წინ ხო დგას თანაკედა რომ შეხედავ და ეგო მიუთითებს რომ უკანო აქ სომხური უბანიაო და ახსენებსო იმასო და ოდენავაც არ გაეღიმა იქ საერთოდ რა და შენ ძრაჭუნდი და ელოდებოდი რაღაც ეჭვი მქონდა და წინასწარ უთხარი რომ აი მაინც მოგიყვებით მე გეტყვით და თქვენ გადა მან როდის ეყავი? 2 კვირის წინ, 2 კვირის ანუ წინ. ის 6 თესტიც უკვე იყო. ეგეც იყო, ხო, მაგრამ მაგაზე აღარ მომიყოლია, იმიტომ რომ ის არის, რა ქვია, ის სხვა კონტექსტში მოვყევი რა და ეხლა მე ხო აღარ ვარ თლად. არა კაცო, არასდროს არ ყოფილა. რაღაც რა თქმა უნდა, ეგ ხო ჩემ. როგორ უყვარვართ იცი, ეგ მართლა გასაკვირია. მე ნერვებს უშლი ხოლმე რამდენზეც ჩავდივარ, მაგრამ ძალიან უყვარვართ და ძალიან პატივისცემას ვისახურებს ეგ და სხვათა შორის აი ერთ-ერთი ქვეყანა მე პირადად გიждებიან ჩემზე. ჩემგან მე წიგნის მასტო შენ დათო ეზის ღება. და ძეგლი არის ამ ვანაძორში წესი. ვანაძორს გავუარე. აქედან არა. და არ გაჩერდი ვანაძორში. ვერ მანქანა მომადგა. და ის არ წამოუღე მაცნაურზე მისაწევებელი ვანაძორი. ხო, კიბოსკაბი გასინჯე. კიბოსკაბი რა თქმა უნდა გავსინჯე. კარგია. არა. შენი კაბაბი 10 თავით ჯობს. ოღონდ მართლა რა რაღაცა შო დავამთავრეთ. აიტირებს. სხვათა შორის ეხლა რასაც უყურებ ძალიან კარგი ციგნი. არის ჩანს სუდი ციგნი ხო? შეუბნები ბიჭო, 2 წელს ადრე მოგესწრო და მე რეგენახა შენ. საჩუქარი გვაქვს ჩვენ ჩვენთვის, ესე კი არ არის, მარტო შენ კი არა გაქვს ჩვენთვის საჩუქრები. ოპა. მიდი დათო. აი, ეს არის კომაგი, ეგ რომ მქონდა და გამოყვებოდა. სპონსორია ნიკორა ხორცპროდუქტები და ეს არის სასაჩუქრე ნაკრები კომაგი, რომელშიც არის მაღაზე კარგი ქუდი. შემოხედა და დავთვალიერა ნახევა რა გააკეთა. მაგშე დევას ოდნავაცარო. მაღაზე ახალი გაუწესავი ქუდია. საკაიფო. ხოდა ეს კი მე გავა, მაგრამ ჩაწერის თუ გინდა გერმანიიდან ჩაომიტანე? ეგში არის? საკომაგოდ მაისური და ძალიან დიდი მადლობა რომ მაისურზეც არ მითხარი რომ ამაზე კაი მაისური არის. ხო, მან უკვე ეგ არის ეს კომიცინე და აღარ გავიმეორე. მაგას შენი მიხვდა. და ასევე თვითონ სათაური გეუბნება ნიკორა ხორცს პროდუქტები, რომ ხორცს პროდუქტები გადმოგეცემა, ოღონდ ძალიან ახლოვანია ერთი ესეთი წესი მომეცახე. ვიცი, ეს შენ საჭირო. იმედე რომ ვერ გავიგე რა წესია ეგ წესია. არაფერი, ნახე ხოს პანაირებს. თქვენ გერაც უნდა გამოიცნო ორი კითხვა და რაკოური კიდე არ და დაგამატებ. იმას კიდე რო იყოს. სადამომაცავა. ავტობუსში რო საფულეს გაწვიდე. ხო იცი. ხო. მაგას ვიბრუნებ სწორი პასუხებით, ხო? სწორი პასუხები ვიბრუნებ ამას და კომაკს. კომაგის იმასო. და ქუდზე არ მანერუიულა. აქამდე ვართმევდით, კი. აქამდე როგორ იყო ვართმევდით, მაგრამ სიმბოლური სახე ქონდა. გადავწყვეტ რომ ეს სიმბოლური სახე აღარ ქონდეს. ნაგადან წაართო. შემით დაიწყო. მე ვთქვი სუეგბედი, მაგრამ რაღაცა პირველი არც ერთ ნომერ საჩუქარი არ მოუტანია, ციგნები და გვით ამით დაიწყო. მეორეჯერ მოვედი, ორივეჯერ საჩუქარი ამით მოვიდა და თქვენ მართლებ. დამატება. ვისაც ჩავაცო იმან გამხადაო. რა თქმა უნდა. მაგას გეუბნები. და აქ რაღაცები შესაძლებელი ხოხეთავ. პრინცი პრინჩი რო ჩავავა. რა ხერხი გამოვიყენეთ, იცი ახლა ამჯერად. ის ამბავი ხო იცი, ორი მაღაზია რო იყო კანფეტების და ერთში რო ბევრი ბავშვი დადია და მეორეში არც ერთი. არ ვიცი. ხო, იმიტომ რომ ერთში, უბრალოდ 1 კილო კანფეტი რო უნდა და დაუყრი და
800 გრამს და მე ამატებდა და მეორეში კილო და 200 და აკლებდა და სადაც ამატებდა ბავშვები იქ და იდეალური ის არის რა ქვია, აი როგორც ბოლოს რა მეორე წიგნი ისახება უკვე. ერთად დავწეროთ. ნიკორას ამბავში ამატებით უფრო ბევრი საჩუქრებია. ნიკორას ამბავში ეგეთი მოვიფიქრეთ. მაგრამ აქედან არ უნდა ამოგეღოთ მაშინ. არა, თქვენ უკეთ იცით. არა, დებილები ვარ. ისე უნდა მართალი. ხო, რა რო აი თუ გამოიწრო შენ არ უნდა დაგენახარო. მაგას გაუნდა. ის ვერც დავინახე მე მაგას შეხედე ისე ამოაძრო. აჰა. აუ მე გამოივლი და მოგცემ კიდე მე მართება თუ გამოიწე. ერთი კრაკოვი. კაი. მიდი გიგა. აი ეს აქ ბრენდინგიდან არის გარკვეულ მომენტ უგინა გადავიდეთ ამას და ის მოგაწოდეთ რომ მასაც დაგიწყო. თავისი თვალით ესეც გადადები კომაკი. რატომ გაცამ ბრენდებს თუ ძველები არიან უყვართ ლოგოზე წლის გამოსახვა საიდანაც იწყებენ ან თვითონ ან ვიღაცა ახლებს აკეთებენ ყველაზე ძველი რაც ლოგოზე შეუმჩნევია ну ერთ-ერთი ყველაზე ძველი არის 1366 ხო და ამის პროდუქტ თბილისშიც იყიდება ვაუ აწერია ბოთლებზე თავქვეშ რომელი იმის 1366? ხო რომელი 1300 ბრენდია კონკრეტულად რომელიღაც არა 1000 კრონენბურგის სპეციალურად დასვავდა შეკითხვას რომ წასულიყო მანდეთ რომ ან ლუდიან ღვინო ბოთლიდან აღმოჩნდებოდა ზეთის ხილი. ან რაღაცა ეგეთი რა ესეთი მსჯელობა ზეთის ხილი ბოთლში ზეთის ხილის ზეთია. თან წამალი რო იყოს აქ იმიტომ რომ ექსიანი მეც მახსოვს ექსი რომ სად არის ექსიანი არ კრონენბურგი კრონენბურგ კაი დიდთავიანი ლუდია ო ესე იხსნება ფრანცისკანეც აწერია წლები. არ მახსოვს აუ ლუდი უნდა ჩაგვეთვალოს ეგ უნდა გამოვიცნოთ ლუდი კრომბახერი ჩაგეთვლება ოღონ ამას არ მოხდა ამოიღე პორტფელი ჩაგეთვლება და ის დაბრუნებული იქნება. დაკბითავს აი მოდი ვთქვათ კრონენბურგს დავეთანხმებ ეგ ხო ეგრე არის მე უნდა დავეთანხმებ ხო, სხვა ვერსიებიც უნდა თქო შეიძლება ეთანხმო ლუს. 1300 არ არის კრონენბურგი 1366 ჩემზე აი ძალიან გონია რომ უფრო აი გერმანული ფრანკფურტერი აი ფრანკფურტერი შენ თქვი წერა თუ ჩემი ფრანცისკანელი თქვი ხო აი ფრანცისკანელი ფრანცისკანელიც აი ეგეთი მოდი შენ კრონენბურგი თქვი მე ფრანცისკანელს დავეთანხმებ კაი давай ეხოს მე შენ მე მგონია რომ სადღაც იქნება შენ ჩეხეთი თქვი რა მაინომეც არ ლუდი არ რაღაცა ღვინო უფრო აუ ღვინო ღვინო თქვი რომელი ღვინო მე ვიძახე ღვინო ბილისში ღვინო რა, ის ბრენდი უნდა ვთქვათ რამე ბრენდი უნდა მაშინ ბილისში თუ და ქართული არა ერთი წამი რომელი ვისკი არანდი ჩვენ უშველი არა ვიცით თბილისში იყიდება კაც ყველა მიცი ჯონი ვოლკი შენ ბილისში იყიდება მე თქვი ფრანცისკანელი. აი შენ ვა მაგრამ იქო? ღვინო უნდა ვთქვათ აი მოდი რაღაცა ის რო იყოს სხვაობა კრონენბურგში თქვი ოღონდ იქნებ ის არის რა სხვანაირი წყობა არის ციფრი ბრენდი არის და საერთოდ არ არის ან ღვინო ან ის და არის რან სასმელია არა გავიგე ვითხარი რა. მაგრამ ხენესია სწორი პასუხია სტელა არტუა კრონენბურგი ხო საფრანგეთია და ბელგიაც მაგას გაუნებოდი უნდა გაგვეშალა ქვეყნები დივერსიფიკაცია. მან შეგვიშალა რა მოვიგე რა რაღაცნაირ ღვინო რო ჩაერთო რომ ვისკიო ვისკი ხო ამბობდი რატო მოიგო ვერ მოიგო მთელი სტრატეგია შემოგთავაზა ფრანგულ ენოვანი ქვეყნის მიდი შემდეგი მეორე არის და მარტივები რო იყოს მარტივია ოღონდ ცოტა დებილურია ამ ესეთი ბრენდული ხუმრობა ბრენდთან დაკავშირებული რომ თუ გემოვნებიანი ხარო უნდა აი იყოს სწორება 3 F-ზე რა F 3F-ზე ფერარი, ფორდი და ფრანგული ესეთი ის არის ხუმრობა ხო ფორდი რატომ მოხდა არ ვიცი კარგი მესამე რა არის ფერარი, ფორდი და ფრანგული ფრანგული რა მე არის ამის ანტიხუმრობა რა თუ გემოვნო რაღაცაო სამი ბუ არის ხო თუ ისახარო რა უგემოვნო ხო კაი
და არის ბუიუკი როა ეს. ბიუიკი. ბიუიკი. BMW და მესამე ქვეყანაა. და რომელი ქვეყანაა უნდა გავა. ბად ბელგიური? სხვათა შორის სომხეთში არის ბევრი აი, რაღაცა ქალაქში. მინიშნება უნდა თქვა ბიჭო. აი, ამბობს აცადე. მიხტებით კი. სომხეთში ბევრი ქალაქში არის უბანი ამ სახელით. ვაუ. და თუ ძალიან თრალი ხარ, გემოვნება ხო ძალიან თრალი ხარ, სამიჩი. ამ კითხვის გაგზავნება თუ გაინტერესებთ ეს? ქვეყანა ბუზე. სულ რამდენი ქვეყანაა ბუზე? და ესე ბელგია, ბელარუსი, ბელგია, ბელარუსი, ბრაზილია, ბენინი, ბანგლადეში, ბევრი ყოფილა დედაც. ხო, რაღაცა. ბოსნია და ჰერცეგოვინა. მაგრამ იმაში უნდა იყოს, ბულგარეთი, მაგრამ არა, კაი, ბიუიკი და ბულგარეთი ერთად არის. პასუხი იყო. ხო, ჩამოთვალა. ყვე? კიდია ბუზე ქვეყნები და რო ხო, აღარ გაგზავნოთ უკვე ჩამონათვალში. იყოს. და მე ვიტახი ბულგარეთი. ბულგარსკი კვარტალ. ბელარუსკი რაიონი. ბანგლადეში ხო არ არის? ვინ იყო მაგ ხუმრობას და იხუმრებდა აი მოწინააღმდეგე ქვეყანაზე. ბელარუსი, ბულგარეთი, ბანგლადეში. ბანგლადეში. აი, შეიჩი. რომელს ვირჩევ? ბელარუსი. კაი, მაშინ ბანგლადეში ვეთანხმებს. სწორი პასუხია. კინის ლოგიკა. სწორი პასუხია ბანგლადეში. საჭმელი აერთიანებს ხალხს რა ეგ არის რა. იცი რატო ქვია? თვით ხო არის აფრიკა და ქუთაისში არის ბამი ქვია. არის უბანი და ჩორს. всё, გასაგებია. ვა, ძალიან კარგი. აი, მაგეთებილობა ძალიან ლოგიკა არის. ბანგლადეში. წინ არ უნდა მიგვეცა, ხო გეუნებოდი. ხო, მაგრამ ეს რა გინდა, ხედა, იმიტომ რომ ლოგიკა რა. კარგები ხართ. მადლობა, შოთა. შოთა, კარგი ბიჭი ხარ. თუ ესე ზრუნავს ქართულ მეწარმეებზე და ადამიანებზე. იცი რა, წინა სტუმრობაზე მოდიში რო გაწყვეტინე, წინა სტუმრობაზე რო ვიყავი, რომ ვუყურე გადაცემას, მე მივხვდი რომ Instagram-ის Shota About Branding-ი არც მიხსენები, არც მე და არც თქვენ. და ეხაც ნუ ხო და ამ არ ვთქვათ რომ გამომიწერონ 28 Shota About მოსასვლელი Branding-ზე. ხარ. Shota About Branding-ზე არ გამომიწერონ Instagram-ზე თუ არ აინტერესებთ რომ branding-ზე. ხო, არ გამოიწეროთ შოთა. არ გამომიწერონ. აქ არ ეწერება აქ. აქ არ ეწერება და აქ ეწერება და ხელი არ კი, დაგეჭირა. შემთხვევით ხელი არ წაგიცდეთ. მადლობა შოთა, წარმატებებს გისურვებ. ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრის ნაწილი დასრულებულია, გადავდივართ მომდევნო ბლოკზე. დავიწყოთ? დღეს არის თამაში. ამ თამაშის სპონსორია ევროკრედიტი. და ეს არის ჩემი თამაში, უსარგებლო სტატისტიკა. ამ შენ ხარ თამადა. კი, აქ გაიგებთ ისეთ რაღაცებს, რასაც სხვაგან ვერსად ვერ გამოიყენებთ. როგორ ხდება? დავიწყე. ეს არის ჩემი სტიქია. კითხვები იქნება ევროკრედიტის მოღვაწეობის სფეროსთან მიახლოებულ საკითხებზე. მაგალითად, ეხლა ევროკრედიტში გირავნობის ხარჯი არის 0. ანუ რომ მიდიხარ რაღაც მანქანა გინდა დააგირავო კრედიტი აიღო ან რამე სხვა, ხარჯი არის 0. თქვენი ფიქრით, რამდენია მაქსიმალური ხარჯი გირავნობის სხვა ქვეყნებში? ვინც ყველაზე ახლო იქნება პასუხთან, ის გაიმარჯვებს. თუ რომელ ქვეყანაში? რომელ ქვეყანაში თუ გამოიცნობთ, ორი ხულა დაგეწერებათ. კაი, ქვეყანას ვთხრიშავ. შვეიცარია. ნორვეგია. არა. ქვეყნის ჯვირიან ქვეყნის. ხო. 3%. 3%. ვერც ერთმა ვერ გამოიცანი და ახლოსაც არ ახართ. სხვა კონტინენტია? კი. იაპონია? ბენინი. გიათ ესეთი კი, კაცო. მინდა გითხრათ, რომ სადაც დაბალგანვითარებულ ქვეყნებში, დაბალგანვითარებული ცოტა ხوارტე ხავს, განვითარებად ქვეყნებში. რატე ხო, ვინ ბენინელები, სუისიც რატე ხო? ქუჩაში უამრავი ხდება და არ ვიცი, არის ბენინელი, არ არის ბენინელი. შესახედაობით შეიძლება იყოს. რაც უფრო ბენინთან მოგვეჭრა თავი. განვითარებად ქვეყნებში უფრო მაღალია ეს პროცენტები, შემდეგ კითხვებშიც გამოგვადგებოთ ბენინში ეს გირავნობის პროცენტი შეიძლება იყოს 15-20. მან პრობლემა რა არის ის შედი. 15, ანუ $100 რო გინდა 20 უკან იდებს ჭიბეში. უთი რა მან შენი პრობლემა, ამის პრობლემა რა არის, ეგ ნიშნება რო გითხარი, რომ მწოდნოდა რომ განვითარებად ქვეყნებში უფრო დიდი პროცენტი, ბენინი არ გამახსენდებოდა. ხო. ბენინი. აი რომ გეთქვა რომ ბ-ზე იწყება და ი-ზე მთავრდება, მაინც არ გაახსენდება. ხო და ბ-ზე ბ რო გეთქვა იმან რომ მოგწერა ხელოვნურმა ინტელექტმა.
კარგი. მიდი დათო, მიდი. ყველაზე მაღალი გაცემის საკომისიო რომელ ქვეყანაშია და დაახლოებით რამდენია? დამიღეჭე. ახე ევროკრედიტში გაცემის საკომისიო შენ დაგიმტკიცეს კრედიტი თქვათ 10,000 დოლარი ან ლარი. 10,000-ს კი არ გაძლევენ. ამას აკლდება გაცემის საკომისიო. ანუ მე რო ვიფიქრე და მივცი არ მივცი, ამისას ფულს ვიღებ. ხო. რამდენი შეიძლება იყოს ეს პროცენტი? ბენჩი. რომელ ქვეყანაშია? და ჯერ გითხარი ევროკრედიტში რამდენია ეგ? 0. ევროკრედიტში. ვერ დაგეხმარა ვერ. კარგი, მიგანიშნებ. მე ქვეყანას ვიტყვი. თურქეთში არის 9% საშუალოდ, ბრაზილიაში არის 1.9%. ბერლინში მაღალია, ახლოს ხარ. მაღალი იქნება. თბილა. იცი რა, წინა შეკითხვაზე თუ ახლოსაც ვერ მივედი, ხო უკვე ახლო იქნება. ბენინში უნდა გავასეს ხო რაღაც. ბენინში იქნება 5%. კაი. ბენინში კი არა, იქ იქნება. ბენინი 5%. არა, იქ იქნება 5%, პასუხი 5%. პროცენტებით ბენინი გამწევს. მაგზაზე და 5%-ზე წავალ 7. 7%. გამშველობაა. გამშველებაა 7%. ჩემი იყო გაბონი და 11. გაიმარჯვა ჯანევა. ოუ, მართლა ეგეთია. გაბონი და 11. არა, პროცენტით. ქვეყანა? კენიაში იქვია გაბონი. ალა და ბრანჩ მობილური აპლიკაციები, რომელთაც მიკროსაკრედიტო ორგანიზაცია გაძლევს კრედიტებს და დამტკიცების საკომისიო არის 15-20%. უიდეთ. ანუ აი ეს ადამიანი რო ფიქრობს მოგცეს არ მოგცეს 15-20% მიაქ ამაში. ვიჯი, იმიტომ რომ ისინი ძალიან ფიქრობენ. შეიძლება დიდი გუნდები იკრიბებიან რომ მოიფიქრე. შემდეგი. ან მოფიქრა. ეხა უფრო სახალისოა. სახალისო ბენინზე. ევროკრედიტს აქვს, როგორც იცით, ბიზნეს სესხები და ავტოსესხები. ყველაზე პატარა ბიზნეს სესხი რომელ ქვეყანაში და რამდენია გაცემული თუ ეს რომელი ქვეყანა მკლავს, მაგრამ არა, მაშინ რამდენი და ვინც ახლა $100 რა, ესე ბიჭო. $100. $5. $5. ბიჭო, $5 რო გაეცათ. მოდი მინიშნებას 20%-ს მოაგლებდი. მოიცა, მინიშნებას თუ ამბობდი, რას მაძახები? ან მე რას მაძახები? მინიშნებას გეტყვით. ეს ბენინი არ არის. არა, ეს კრედიტი აიღო ქალბატონმა. რომელსაც პროდუქტის ონლაინ ვაჭრობაში ამ ბიზნესში უნდა და ფულის ჩადება. რო წარმოგიდგენთ რამ ხელა ბრუნვა. კაი, რაღაც ქვეყნები გამოირიცხა, იქ ხალხს საერთოდ არ მიცემდნენ. ონლაინ ვაჭრობაში და არც უფლებას არ მიცემდნენ. ხო, ქალი და ონლაინ ვაჭრობა, ბენინი და რაღაცები გამოირიცხა. არა, ბენინი არ გამოირიცხა. ონლაინშიც. უფრო ისინი გამოირიცხა. $100 ვაწვევი მე ისევ რა. მუსლიმო ქვეყნა. აი, ცოტას მომოდებ 20. რა 20? $20. $20 ეკვივალენტი ხო, ტუგრიკებში. შესაბამის ქვეყანა. გაურ ნიჟარებში. ხო, ნიჟარებში, ჭუსტებში თუ რაცა რაღაც გაურ ტახუა. ხრის ტყავში რა ვიცად რა. მონაში. შენ რამდენს $51 აიღეს და უშუალოდ ერიტრეაში. გაიმარჯვა იკო. 2023 წელს ნიგერიელმა ქალბატონმა სახელად ფეითმა აიღო $25 ბიზნესს. რა ბიზნესი? ბიზნესის აშენა. ბიზნესი იყო სოფლის მეურნეობის პროდუქტების ონლაინ გაკითხვა. აი ამ ბიზნესში ჩადო $25. და რა ქნა გაამართლა? არ ვიცი 23 წელია რა იცი ეხლა გაამართლა და მაიგ რა. ჯერ ვერ დაინახავ ერთი თოხი რო გაეყიდა უკვე ამოღებულია. არის იქ შეიძლება თოხი ღირს და 1 ცენტი. კაი, ეხა შემდეგ. თოხი 1 ცენტი როგორ რა ვიცი, აბა $25 რა ონლაინ ბიზნესით. აქვე შეგაგზავნე. ინტერნეტი გადაიხადა სახლის რა ეტყვა. არ ვიცი, შეიძლება $25 ბანანი იყიდა. არა, ოფისი იქი რა, ხო. არა, ბანანი იყიდა და დადო eBay-ზე. გაყიდა და დააბრუნა ეს. ნუ რა. დაგჭა კიდე. კი. მიდი. ერთი მინდა შეგახსენოთ, რომ ეხლა თუ აიღებთ ევროკრედიტში სესხს, პირველი გადახდა მოგიწევთ დეკემბერში. ხო, ეგ მანამდე არც თავმსიხდი და არც ძირს. ბოლოს. ხო. ეხლა ყველაზე მცირე ავტოსესხი სპეციალური პროდუქტი აქვს. მცირე ავტოსესხი კაი. კი, ყველაზე
ანუ მეორადი მანქანაც არ არის, მესამადი. არა, შეიძლება რაღაცას ყიდულობ ნაწილს რა. არა. ო, ეგეც შეიძლება. ნაწილს თუ მანქანას. ქვეყანა ნუ ავტოსესხი ორივე. ქვეყანა და დაახლოებით თანხასაც თუ გამოიცნობთ. ავტოსესხია მოკლედ. ყველაზე იაფი ნაწილი ღირს ნომრის ნატურა. არა, მაგაზე იაფიღებს ისა. საბურავმა რო არ დაუშვას შავი პლასმასი რო ის ეგრე. თავი რა. ნიპელი. ამ ორგანიზაციაში არის სპეციალურად ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების შესაძენად. ანუ ნაწილის და იმის რო არ იფიქროთ მაგაზე. ველოსიპედი. სადღაც არის არა, ველოსიპედი. ავტო იქ შეიძლება. სატრანსპორტო ანუ ავტო არა, სატრანსპორტო. სატრანსპორტო საშუალების. 40. რა ვარ? 40. რაღაცა. ის თავი. 40 დოლარი. იქ ხო ისა ნეკროლოგი 40. 40 დოლარი. რაღაცა. 40 რაღაცა ხო არ ვიცი რა ერთეულია იქ. 8. ჩემი პასუხი არის 20 $8. 8 დოლარი. გაიმარჯვა 40 რა თქმა უნდა. დოლარმა. და რა იყიდეს მაინტერესებს. ეხლა გეტყვი. მოიცა ინდოეთში ავტოსესხში უფრო მეტი. ბაჯაჯი აუტო ფაინანს არის ესეთი მიკროსაკრედიტი. როგორი? ბაჯაჯი აუტო ფაინანს. ბაჯაჯი არის ის კაცი თვითონ. ბაჯაჯი ავტოფაინა. ბაჯაჯი ბაჯაჯ ავტო ფაინა. ბაჯაჯი აუტო ფაინანს აქვს სპეციალური სქემა მეორადი მოპედების საკითხად. ხედა და რა სქემა ხო. სპეციალური პროდუქტია, მიდიხარ მეორადი მოპედი მინდოდა. ხო. ისინი სხვა რეგიონში იპარავენ და მოაქვს ჯენ. ხო და იყიდება მეორადი მოპედები ბაჯაჯ პულსარი. და შეგიძლია ამ მოპედის საყიდად აიღო 30000 რუპია, რომელიც არის? რომელიც არის 260 აშშ დოლარი. ხაო ეგ რომელი მოპედები? აქედან ნაწილს შენით იხდი და ხელზე გაძლევენ 21000 რუპიას, ანუ 250 დოლარს და 12 თვის განმავლობაში იხდი 1900 რუპიას თვეში, ანუ 23 დოლარს. ეგ რომელი მოპედები? აი ეხავე თუ გინდათ მიხვალ აი ბაჯაჯ რა არის? ბაჯაჯ პულსარი არის ეს რა ქვია? კომპანია. არა, თვითონ მოპედი. მოპედი, კაცო. ხო და ეგ რომელი? ბაჯაჯი აუტო ფაინანს არის ის. ეგ ხო იცი რომელი მოპედებია? YouTube-ზე რო დასაჯა ფეხიშველი კაცები რო და ყველაფერს რო აკეთებენ, ხო იცი რო ასხავენ კინას, ძრავებს რო აკეთებენ, აი ეგ. საჭმელს ვაკეთებენ და ბევრი როს ხედან და და დიდი ტვირთი რო. ანუ ესე გამოდის რომ ბაჯაჯ ბიზნეს სესხი ყველაზე პატარა არის 10 ჯერ უფრო მცირე ვიდრე მოტოსესხი. ყველაზე პატარა ავტოსესხი. სატრანსპორტო. ბაჯაჯ ავტოფინანსის თქვენ ბიზნეს ნებისმიერს დაარქმევ რაღაცას რა, ეს გადმოვდე აქ და ამისთვის შეიძლება 4 დოლარი და ბიზნესია. აი ეს მოტორი იმაზე იაფად არ კეთდება. ხო, იქ უნდა დაჟეროს, აი იქამდე მაინც უნდა მიხვიდე. ბაჯაჯი დიდი მადლობა, კარგად დამთავრდა, ყველამ თითო ქულა აიღეთ. ხო და ეგ არ არის კარგად დამთავრება. კარგად დამთავრება ერთი რო იგებს. არა, კარგად დამთავრება. ეგ არის იმ ერთისთვის და ამ სამისთვის მეწმუნეთ ესე ჯობდა გავიმეორებ, რომ ევროკრედიტში ეხლა რომ მიხვიდეთ გირავნობის ხარჯი არის 0 ლარი, გაცემის საკომისიო არის 0%, სესხს თუ ოქტომბერში აიღებ, გადაიხდი დეკემბერში დეკემბრიდან და დეკემბრამდე არ იხდი არც ცირს და არც თავს. ჩვენ ახლა მივემგზავრებით დუსელდორფში, ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასრულებულია. სანამ დაგემშვიდობებით, აქვე გეტყვით რომ ფოტოსინთეზი გამოიწერეთ, იმიტომ რომ გადაცემა მთავრდება და საერთოდ აქედან გადახვალ და გამოიწერეთ. ნახვამდის გემშვიდობებით ერთი კვირით.